Strasburgიდან გვიერთდება ახლა ევროსკოპის რედაქტორი, ჟურნალისტი თამარ ნუცუბიძე, სწორედ მისგან გავიგებთ ახლა ბოლო ამბებს რეზოლუციასთან და დებატებთან დაკავშირებით. თამარ, მოგესალმებით და მადლობა კიდევ ერთხელ ჩართვისთვის. თამარ, მოდი ამ თემით დავიწყოთ პირდაპირ. დღეს ვიცით, რომ საკმაოდ მკაცრი შინაარსის იქნება ის დებატები, რომელიც გაიმართება ევროპარლამენტში, რადგან ის უკავშირდება როგორც ელენე ხოშტარიას, ასევე სხვა პოლიტიკურ პატიმრებს საქართველოში და ხვალ უკვე მიიღებენ რეზოლუციას სპეციალურ დოკუმენტს. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლები მუდმივად იმეორებენ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციები ეს არის მხოლოდ მაკულატურა, ასე უწოდეს ბოლოსაც, რა ჩაიწერება ამ რეზოლუციაში, თამარ, და რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ის დოკუმენტი, რომელსაც მიიღებს უკვე ამ საკითხზე კონკრეტულად კიდევ ერთხელ ევროპარლამენტი. მოგესალმებით, თამარ, მოდი დავიწყოთ იმით, რომ ოფიციალურ ვებგვერდზე ევროპარლამენტის გამოქვეყნდა 7 პოლიტიკური ჯგუფის მიერ მომზადებული ცალ-ცალკე დოკუმენტი, პროცედურულად ასე ხდება ყოველთვის. ახლაც ჯერჯერობით საბოლოო შეთანხმება მიმდინარეობს ერთობლივ შეჯერებულ ვარიანტზე, გუშინ ევროსკოპთან საუბრისას რასა იუკნევიჩიანემ, რომელიც იპიპის წარმოადგენს, თქვა, რომ პრინციპში ევროპარლამენტის პროევროპული პოლიტიკური ძალები შეჯერდნენ და შეთანხმება არის ერთიან ტექსტზე, თუმცა ჯერჯერობით ეს ერთიანი ტექსტი ვებგვერდზე არ გამოქვეყნებულა და აქ უკვე გადავდივარ შენს მიერ დასმულ შეკითხვაზე, რაც შეეხება ქართული ოცნების მოსაზრებას, რომ მაკულატურაა და აზრი არ აქვს. თუ კი ასეა, მაშინ როგორც ჟურნალისტს კითხვა მებადება ჯერ ერთი, როგორც ვიცი, დღეს ევროპარლამენტში უნდა მოვიდეს რამდენიმე დეპუტატი ქართული ოცნების და თუ მათთვის საერთოდ ფასეული არ არის, რატომ თვლიან საჭიროთ, რომ ჩამოვიდნენ და ევროპარლამენტში შეხვედრები გამართონ. აქვე კითხვას დავსვამდი, ვისთან ექნებათ მათ შეხვედრები, რადგანაც კიდევ ერთი საინტერესო დეტალი ვნახე. ყველა შეუძლია შეამოწმოს და ნახოს ამ 7 პოლიტიკური ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული დრაფტიდან ერთი არის ულტრა ჯგუფის სუვერენული ერების ჯგუფის წარმომადგენლის მიერ მომზადებული დრაფტი და სხვათა შორის სწორედ ეს პოლიტიკოსი გერმანიიდან, რომელიც გერმანიაში წარმოადგენს AfD-ს, ანუ ალტერნატივა გერმანიას, რომელიც ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ძალიან რბილად რომ თქვა, ცუდ განცხადებებს აკეთებს და ზოგადად და რომელიც სამწუხაროდ მთავარი მოკავშირეა სწორედ ქართული ოცნების, ხო? კი და სწორედ აი ამ პოლიტიკოსის მიერ მომზადებული დოკუმენტია, ყველა შეუძლია წაიკითხოს და რომ გადახედოთ, გეგონებათ, რომ ქართული ოცნების დეპუტატის განცხადებებია თავმოყრილი, მაგალითად იქ ლაპარაკია, რომ მოწოდებაა, რომ ევროკავშირმა არი უნდა დაუჭიროს ქართველი ხალხის დემოკრატიულ არჩევანს და აქ იგულისხმება, რომ არ ვიცი, ქართული ოცნება რომ იქნა არჩეული ეთყობა ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე, მოყვანილი არის სტატისტიკა, რასაც ხშირად ვხედავ ხოლმე. თუ რა კარგი პოზიციებზეა საქართველოს კორუფციასთან ბრძოლასთან დაკავშირებით, დემოკრატიულობასთან დაკავშირებით და ზოგადად ასევე მოწოდებებია, რომ არ უნდა ჩაერიოს ევროკავშირი საქართველოს შიდა პროცესებში და აღნიშნულია, რომ ის პროცესები, რაც იყო სასამართლო პროცესებს გულისხმობ, ყველაფერი ანუ კანონიერად არისო. ეს არის ერთ-ერთი. კი ბატონო, აი რამდენად განსხვავებულია ამ ნარატივისგან რეზოლუციის ის პროექტი, რომელსაც უმეტესობა ევროპული პოლიტიკური ჯგუფების უჭერს მხარს. ხო, ასევე შენ მაყურებელს უნდა უთხრათ, რომ ევროპარლამენტი არ იღებს, ანუ ევროპარლამენტა უმეტეს ჯგუფებს აქვთ ასეთი პოზიცია, რომ არსებობს სანიტარული კორიდორი, ეგრეთ წოდებული, რომელიც არ ითვალისწინებს აი ამ ულტრამემარჯვენე და მემარცხენე ჯგუფების მიერ შეთავაზებულ რეზოლუციის დოკუმენტებს, ასე რომ ამ დოკუმენტიდან არაფერი არ შევა ერთიან რეზოლუციის პროექტში, უბრალოდ მაყურებელმა რომ იცოდეს და არ მოტყუვდეს, რომ თქვათ ეს რეზოლუცია შეიძლება იყოს მიღებული.
განსხვავება რა თქმა უნდა ის არის რომ სავარაუდოდ და ჩემი ინფორმაციით და ამას რასაიუკნევით შეენეც ამბობს რომ საუბარი იქნება ზოგადად არსებულ ვითარებაზე სხვათა შორის საყურადღებოა რომ საუბარი არის მედია გარემოზე საუბარი არის იმ რეპრესიულ კანონებზე და ახალშესწორებებზე რაც მიიღეს არის ლაპარაკი მზია ამაღლობელზე რა თქმა უნდა მოთხოვნა არის რომ დაუბრუნებლი იყვნენ განთავისუფლებული პოლიტპატიმრები და ასევე ყველა რეზოლუციაში სხვა ჯგუფების რეზოლუციაში მოწოდება არის ევროკავშირის და წევრი ქვეყნების მიმართ ყველავაც რომ თარგეტირებული სანქციები იყოს გამოყენებული და იგივე გზავნილებია რასაც ვხედავთ ბოლო პერიოდში და ნახოთ ალბათ როგორც აქ იძახიან ამ ჯგუფების წარმომადგენლები მათ აქვთ იმედი რომ რეზოლუცია ხვალ იქნება მიღებული დღეს კი საღამოს დაველოდოთ რა პოლიტიკურ განცხადებებს გააკეთებენ ამ ჯგუფების წარმომადგენლები. კი ბატონო, ძალიან მნიშვნელოვანია ნამდვილად დაველოდებით დღევანდელ დღეს და თამარ მე აუცილებლად უნდა გკითხოთ უკვე გუშინ გამართულ დებატებთან დაკავშირებით, რომელიც გაფართოებას ეხებოდა და მარტაკოსის განცხადება მინდა კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს, რომელმაც თქვა რომ ჩვენს კონტინენტზე დემოკრატიის დამცავი ბადე უნდა გავშალოთ, გაფართოება გაცილებით მეტია ვიდრე უბრალოდ გაფართოება. ხედავთ რა ხდება საქართველოში, როდესაც რუსეთი იმარჯვებს, ავტოკრატიული სისტემა თრგუნავს დემოკრატიულ გამოხატვას და კიდევ ერთხელ აქცენტი კეთდება იმ კანონზე, რომელიც თავს ესხმის ქვეყნის დემოკრატიულ და სამოქალაქო სივრცეს და კიდევ უფრო აშორებს საქართველოს ევროპული მომავლისგან, რომელიც მისი მოსახლეობის უმრავლესობას სურს და მე მგონი მთავარი აქცენტი არის ეს. ისინი ატყუებენ საკუთარ ხალხს, რომ მათ ქვეყანა ევროკავშირში შეყავთ და რომ ევროკავშირია ის, ვინც მათ უნდა მოერგოს. მიუმართავ ქართველ მეგობრებს, ქართველი ხალხის უმრავლესობას, რომ ჩვენ არ გტოვებთო, ვისთვისაც მნიშვნელოვანია თავისუფლება. თამარ, როდესაც შენც ახსენე, რომ დღეს ქართული ოცნების წარმომადგენლები, ორი დეპუტატი იმყოფება ევროპარლამენტში და ისინი ალბათ საკუთარი ყურით მოისმენენ ამ დებატების შინაარსსაც და ეს არის მართლაც მთავარი ხაზი ახლა პროპაგანდის, რომ შეერთებული შტატებიც, ევროკავშირიც, ყველა პარტნიორი უნდა მოერგოს ქართულ ოცნებას ისეც, როგორიც ის არის. ანუ გაატაროს რეპრესიები, პოლიტიკური ოპონენტები გამოამწყდიოს, ამ ქიმიურ მოწამვლაზე პასუხები არ გასცეს, კიდევ უფრო დრაკონული კანონები მიიღოს და ყველამ უნდა მიიღოს ასეთი. აი ეს გამონათქვამი, ეს განცხადება, რას გვაჩვენებს კიდევ ერთხელ და რა შეიძლება ვთქვათ აი ამ ნარატივის და პროპაგანდის საპირისპიროდ. მე მგონი ორ რაღაცას აჩვენებს და ეს უკვე რაღაცა ტრენდულიც გახდა ევროკავშირის მხრიდან. პირველი ის რომ ევროკავშირში ყოველ შემთხვევაში საკანონმდებლო ორგანოში დიდი ხანია და როგორც ჩანს და გვაჩვენებს განცხადებები რომ აღმასრულებელ ორგანოშიც და წევრ ქვეყნებში არის აღქმა იმისა რომ ქართული ოცნება საერთოდ არ აპირებს და არ არის მისი მიზანი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, არამედ აბსოლუტურად პირიქით. ეს ძალიან კარგად გაითავისეს როგორც ჩანს ევროკავშირში და ახლა მეორე მთავარი გზავნილია ჩემი აზრით და მთავარი საკითხი ის არის რომ ევროკავშირი ეცდება საქართველოს მოსახლეობამდე მიიტანოს სწორედ ეს გზავნილი, რომ ქართული ოცნება ვერ მიიყვანს ქვეყანას ევროკავშირამდე და რომ დაანახონ, რომ ქართული ოცნების ქმედებები აბსოლუტურად საწინააღმდეგო ეფექტს მოიტანს და უკვე მოაქვს და ამის თვალხილული თქვათ მაგალითი არის უვიზო მიმოსვლის შეჩერება დიპლომატიური სამსახურებრივი და მთავრობის წარმომადგენლებისთვის ძალიან კარგად იყენებს პროპაგანდა უნგრეთის და სლოვაკეთის მაგალითს და იძახის რომ აი სანქციები ვერ ხერხდება თარგეტირებული, მაგრამ ამაზეც ევროკავშირს როგორც ჩანს, ანუ გზავნილების კუთხით და მიტანის კუთხით ამ გზავნილების აქვთ პოლიტიკა, როგორ გააგებინონ მოსახლეობას, რატომ ხდება ის, რომ ვერ ხერხდება შეთანხმება თუნდაც ამ თარგეტირებულ სანქციებზე და მე მგონი მოსახლეობის რაღაცა ნაწილმა ისიც გაითავისა, რომ პირიქით
უნგრეთი თქვათ მხარს უჭერს და ხელს უწყობს ერთ პოლიტიკურ ძალას, რითიც საფრთხეში აყენებს საქართველოს მოსახლეობას, თუნდაც პოტენციალურად მათთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით. ასევე მე მგონი ბოლოს ვიტყვი, რომ ისიც გასათვალისწინებელია და იმიტომაც ვახსენე სწორედ ერთ-ერთი ამ რადიკალური პოლიტიკური ჯგუფის დრაფტი, რომ როგორც ჩანს პროპაგანდას და ქართულ ოცნებას აქვს სურვილი აქაც ესეთი ნარატივი შემოიტანოს, რომ ქართული ოცნება უდრის ქართველ ხალხს. და ამ დრაფტშიც ესე წერია, რომ ევროკავშირმა უნდა სცეს პატივი ქართველი ხალხის არჩევას, მაგრამ რეალობაში უმეტესობა ქვეყნების და თუნდაც საკანონმდებლო ორგანოში ევროკავშირის და აღმასრულებელის პირიქით ზუსტად ამაზე აკეთებენ აქცენტს და შენ რომ წაიკითხე მარწაკოსის განცხადება, სადაც მან რითიც დაასრულა გუშინ, რომ არ დაგტოვებთ, ზუსტად ამას აჩვენებენ, რომ ჩვენ არ ვაიგივებთ დღეს ქართულ ოცნებას ქართველ ხალხთან და ვიცით, რომ ქართულ ხალხს უნდა ჩვენ ოჯახში ყოფნა, ცივილურ ნაწილში მსოფლიოსი ყოფნა და სწორედ მთავარი ის არის, რომ აქამდე არ და ვერ მიიღოს მათ ქართული ოცნება. ხო, კი ბატონო და მართლა ძალიან მნიშვნელოვანია თამარ, რაზეც გააკეთე აქცენტი, იმიტომ რომ პროპაგანდა ალბათ ამას გამოიყენებს და კვლავ მოატყუებს და შეცდომაში შეიყვანს მოქალაქეების ძალიან დიდ ნაწილს, მაგალითად ტრიუმფად გაასახეს შეერთებულ შტატებში ვიზიტიც და ალბათ მან ჩამოსვლაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება და ისე საინტერესოა თუ ნახავ დღეს ქართული ოცნების დეპუტატებს, რომ ვკითხო, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ისინი ჩამოდიან ევროპარლამენტში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უკვე ამოქმედდა დიპლომატიური პასპორტებისათვის დაწესებული სანქციები და საინტერესოა ვიზით მოუწიათ ჩამოსვლა, თუ როგორ მოახერხეს ევროპარლამენტში ყოფნა. ნახოთ, თუ გიპასუხებენ ამ შეკითხვაზე. ხო, სხვათა შორის ჩემთვისაც საინტერესო იქნება, მაგალითად დამოუკიდებელ მედია პლატფორმასთან თუ გააკეთებენ განცხადებებს, მით უმეტეს, რომ ევროსკოპი ფუნქციონირებს ბრიუსელში, აბსოლუტურად მიუკერძოებელია და ჩვენი პლატფორმა ღია არის, არც არაერთხელ მithქვამს შენს ეთერშიც, ნებისმიერი მედია საშუალებისთვის მათ შეუძლიათ ჩვენი მასალების გამოყენებას და ჩვენს მეც თვლი ჩემის მხრიდან, რომ მეც მაქვს ლეგიტიმური უფლება კითხვები დაუსვა თუნდაც ქართული ოცნების ხო, ნამდვილად საინტერესოა, ნახოთ იქნება თუ არა პასუხები, თვალს მივადევნებთ ევროსკოპს და თვალს მივადევნებთ იმიტომაც, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა იცოდნენ რეალურად რა მოხდება, რა შინაარსის რეზოლუციას მიიღებენ და როგორი იქნება დებატები საქართველოში პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით.